სოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში განვითარებული რეალობა და რა გავლენას ახდენს ის საქართველოზე. სოფლიო გლობალური პოლიტიკა გადაცემაში 20 წუთი საუბრობთ გიგი კუბლაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ როგორც ყოველთვის ხართ ჩვენი სტუმარი. მართლა ძალიან მინდოდა რომ დღევანდელი გადაცემა სულ უკვე საუბრამ სოფლიო პოლიტიკაზე და გამოწვევებზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისე ელვისის სწრაფით ვითარდება მოვლენები, ალბათ არ შეიძლება თუნდაც გუშინდელ მოვლენას არ შევეხოთ. 4 ოქტომბრის მერე ხმაურიანი დაკავებების მერე განათლების რეფორმის ამოყირებელი ვერსიის მერე გუშინ საზოგადოების ყურადღება გადავიდა აი ამ ხმაურიან ჩხრეკებზე. თუმცა დამეთანხმები გიგი რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით რომ შემდეგი იქნებოდა ღარიბაშვილი. მაგრამ კულუარებში ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე არ მოხდებოდა, იმიტომ რომ ღარიბაშვილს ყავს მისი მხარდამჭერები და ქართულ ოცნებას არჩევნებზე არ ჭირდებოდა ხმების დაკარგვა. თქვენი პროგნოზი ძალიან ხშირად ხდება. რას ხედავთ? რა რეალობაში ვართ დღეს? მოგესალმებით, ხარია რომ ისევ აგრძელებთ თქვენ საქმიანობას და ისევ ვთქვათ რაღაც მართალი და ნამდვილი სიტყვის მიტანას სმენელამდე. ახლა რაც შეეხება ვთქვათ თქვენ დასმულ შეკითხვას, ხო? ისე მოკლედ შეიძლება ითქვას რომ ივანიშვილის სისტემა გადავიდა, უკვე кайხანია გადავიდა, მაგრამ ახლა უკვე ბოლო ეტაპი არის თვითგანადგურების ფაზაში. რას ნიშნავს თვითგანადგურება? ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს ადამიანი, ვთქვათ, აი ის ვთქვათ, ტიპაჟები, რომელიც მის გარშემოა, ის აღარავის აღარ ენდობა, აღარავის ნდობა აღარ აქვს და ვთქვათ 1000 გვარი მიზეზის გამო და აქ შეიძლება რეალური მიზეზი, შეიძლება კი არ ნამდვილად რეალური მიზეზი ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ ვთქვათ აბსოლუტურად გაუუთრელ, აი ხორცის მანქანა რო ხორცსაკები მანქანა რო მუშაობს, აი იმ სისტემაში გადავიდა და მე მინდა გითხრათ, რომ ეს დამთავრდება ძალიან ტრაგიკულად მისთვის. ვაი რომ ქვეყანა ძალიან დაზიანებულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ აი როგორ არის იცით, აი ძალიან ზედმეტად რო გადაუჭერ, თქვათ, ჭანჭიქს ის მერე წყდება და თან თუ მოხვდი გზაზე, შეიძლება თქვათ გიჩვენოს კიდევაც. აი მაგ სტადიაში ვართ ახლა ჩვენ. ხო, მაგრამ აი ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იწევს თვითგანადგურებას თვითონ პარტია ქართული ოცნების? რა თქმა უნდა, არის თუ არა ეს დეკლარირებული დაპირისპირებები და სანამდე წავა ეს საცეცები? ეს არის კლასიკური, ასე ვთქვათ, მაგალითი იმისა, როგორ ანადგურებს თვითონ თავისივე თავს, ასე ვთქვათ, დიქტატურა. მარტივად რო ვთქვათ რა, ეს არის დიქტატორული რეჟიმი, არანაირი ავტორიტარიზმი აღარ არის უკვე. ეს არის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც თვითგანადგურების რეჟიმშია, ასე ვთქვათ. მას აქვს როგორ ჩანს, ვთქვათ, აი ამ კოშკის სათავეში მდგომ წყალებში, ვთქვათ, პირს აქვს რაღაცა გამძაფრებული, ვთქვათ, ეჭვები, შიშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე არ იქცევა ძლიერი, ვთქვათ, ესე არ იქცევა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჯერა თავისი საქმის და თავისი გზის. საქართველოს უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჯერ არ ყოლია ჩვენ იდეალური მთავრობა. შეიძლება არც არის მსოფლიოში იდეალური მთავრობები, მაგრამ იცით რა მაინტერესებს, აი უკვე რამდენი წელია ქართული ოცნება არის სათავეში. 2 პრეზიდენტი, ყველა პრემიერი, რომელიც ძალიან ისეთი დიდი ზარზეიმით, არ ვიცი, ისეთი ეპითეტებით შემკულები შემოგვიყვანეს პოლიტიკურ ავანსცენაზე. და რას ვხედავთ? ყველა მათგანი ბოლოს აღმოჩნდება არა ისეთი კარგი, როგორიც დაგვეხატეს პირველად. რასთან გვაქვს საქმე? საკადრო პოლიტიკის არასწორობასთან არ იცის იმ ადამიანმა საკადრო პოლიტიკის წარმოება, როგორ ფიქრობთ? არა, ეს კაცი არის აბსურდების თეატრი. ამ კაცს აქვს თავის სამყარო და ეს სამყარო ძალიან მსგავსი არის, ვთქვათ, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის. ეტყობა რაც გაუგია იქ სოფელში, იმაში, აი თქვათ, გამაინდამის განათლება მისი ეს თქვათ, ჩემში არ იწევს, თქვათ, რაღაცა გაგვირვებას თქვათ, ხო, იმიტომ რომ ჩანს ხო ეს ადამიანი არის აბსოლუტურად. ხო, მაგრამ რატომ არ დგება პასუხისმგებლობის საკითხი? 30-იან წლებში ის თulis რომ თქვათ, აი ამ ჭანჭიკების გადაჭერით ის შეძლებს, ასე ვთქვათ, აი ამ
სიტუაციის მართვას და ამის დამორჩილებას. რაც არის აბსურდი. რაც არის როგორ გითხრათ, ძალიან აზიანებს ქვეყანას და ძალიან დააზიანა უკვე და ამას წლები დაჭირდება რომ აქედან გამოვიდეთ. მესმის ახლა რასაც ლაპარაკობთ, მაგრამ მე უფრო სხვა რაღაც მაინტერესებს. გავიდა წლები, ხომ? და სიტყვაზე ღარიბაშვილის და ლილუაშვილის სახლში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით თანხა. როგორც გითხრეს და გვაუწყეს, ხომ? ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? როდესაც ყველანი ერთად იყვნენ ქვეყნის სადავეებში, არის თუ არა ეს ყველასი ერთად პარტიის პასუხისმგებლობა, ისევე როგორც გახარიას კვირიკაშვილის შემთხვევაში, თუნდაც მარგველაშვილის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ჩვენ ხო ამ ადამიანებს გვიხატავდნენ ძალიან ხატოვანი ეპითეტებით და ამბობდნენ, რომ ისინი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსები არიან. სად არის აქ პასუხისმგებლობა იმ საერთო გუნდის და ქვეყნის სადავეებთან ყოფი ადამიანების? ეს ხო ჩვენ გვაზარალებს უბრალო მოქალაქეებს. ნუ ახლა ჩვენ დაზარალებულები კი არა, ჩვენ უკვე გადაჭექილები ვართ სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნუ იმედია რომ ვთქვათ უარესი ვითარებები ყოფილა ჩვენ გარშემო, მაგრამ გამოუსულოთ. რაც შეეხება პარტიას, ხო, თვითონ პარტია ეგრეთ წოდებულ ქართულად, არ არის პარტია, ეს არ არის, ეს არის კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ყავს თავის ბოსი. და იქ პირველი დღიდან ცხადი იყო, რაზეც იყო, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ცხადი იყო, რასთანაც ჰქონდა საქმე. აბსოლუტურად ცხადი. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხადი იყო. ეს არის ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, იყოს პირადი, ვთქვათ, ხელშეუხებლობა, დაცულობა, მართვა და ეს სიამურება, აი დააკვირდით, პათოლოგიურად სიამოვნებს ადამიანების, ვთქვათ, გამწარება და ციხეში ჩასმა. ეს და მის გუნდსაც, აი მის გარემოსვასაც, ხო? ეხლა რატო ვიძახი ამას ყველაფერს? ცხადია პასუხისმგებლობა მათი საერთოა ყველაფერზე რაც მოხდა და ეს არის ტრაგიკული პასუხისმგებლობა, ძალიან ძიმე პასუხისმგებლობა ელოდებათ მათ შთამომავლობის წინაშე. საერთოდ ცხოვრებას ბუმერანგის პრინციპი აქვს, თუმცა აი თუ გუშინდელმა დღემაც და სოციალურმა ქსელმაც მაჩვენა, რომ ძალიან ბევრი ყარყარის შთამომავლები გვყავს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც თუნდაც ღარიბაშვილზე რამდენიმე კვირით ადრე ძალიან კარგ სტატუსებს აკეთებდნენ და მისცეს ფიცულობდნენ. გუშინ უკვე მამლის ყივილამდე უარყვეს ეს ადამიანი. კეთი, ნუ ვცდილობთ, რომ ვთქვათ, ივანიშვილის გარშემო არსებული აი ეს ვთქვათ, მე არ ვიცი რა დავარქვა ამ ადამიანებს, რომელიმე წარმოაჩინოთ ან პიროვნებად, ან პოლიტიკოსად, ვთქვათ, ან კაცად, არაფერი მაგდაგვარი არ არის. ეს არის, ასე ვთქვათ, ბიომასა, რომელიც ვთქვათ, ემსახურება ივანიშვილს. გამოსავალს რა შეხედავთ? არის თუ არა გამოსავალი ადამდელი არჩევნები. იმას, რასაც უკვე ამდენი ხნის მანძილზე ადამდელი არჩევნები ჩატარებული ივანიშვილის მიერ იქნება ზუსტად იგივე. ეს არჩევნებს არ ატარებს. ხა შეხედეთ დააკვირდით ერთ რამეს, ძალიან მარტივად რა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სპეციალურად ვთქვი ეს ყველაფერი. ძლიერი არასოდეს არ ცდილობს ვინმეს დაშილებას. ძლიერი ასხივებს, ასე ვთქვათ, თავდაჯერილობას და განვითარებას და ხვალინდელობას. სუსტი ყოველთვის ცდილობს რაღაცების დამტკიცებას, ხო? მით უმეტეს ესეთი პათოლოგიური გზებით, როგორცაც აკეთებს, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ხო? ესე იგი ეს რაღაცა ციხეები გადავსებული, უკვე გადავიდა ყველანაირ ზღვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველანაირი არჩევნები. ეს არის იქნება აბსოლუტური ფიქცია. ხო, მაგრამ პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. მაშინ ვინ უნდა დანიშნოს ეს ვადამდელი არჩევნები? ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს ქართულმა ხალხმა. და ეს ქართული ხალხი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ეს არ ნიშნავს ჯგუფურ გადაწყვეტილებას. ქართული ხალხის გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას, ვთქვათ, რაღაცა ტექნიკური მთავრობა, ან ტექნიკური რაღაცა ჯგუფი, რომელიც დანიშნავს არჩევნებს. ესენი ხა 2-4 ესენი არანაირ ლეგიტიმაციას არ აქვს. დიდი ხანია არა. ბოლო კითხვა უნდა დასვა და მე მსოფლიო პოლიტიკაზე მინდა აუცილებლად გადასვლა. ახლა თქვენ თქვით, რომ ქართულმა ხალხმა უნდა დანიშნოს და ტექნიკური მთავრობა. აი სად იქნება ის ბერკეტი? გახსოვს ალბათ, ხო? აი ყველა არჩევნების წინ მქონდა მხოლოდ ერთი კითხვა. სად არის ბერკეტი? და სად გვაქვს იმისი გარანტია, რომ ამ არჩევნებსაც დავუშვათ არ მოყვება კარვების გაშლა და არ მოყვება არჩევნები გაყალბდა. სად გვექნება ის ბერკეტი? როგორ შეიძლება მოიძებნოს? არა, ნუ ამის მაგალითი არის თანამედროვე მსოფლიო, ვთქვათ, დასავლური კულტურა, ხო? არჩევნები, რომელიც არა მარტო დასავლეთის სხვა შორის, აი ხა იგივე ირანიც კი. ხო, ირანში ვიცით ჩვენ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა არჩევნებს არ აყალბებენ.
შანსი არ არის, შეიძლება არ აწყობდეს თქვათ ვიღაცის გასვლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ რეალური ძალაუფლება სხვის ხელშია მაინც. იმას არ აყავდნენ, იმას აკეთებენ როგორც დასავლეთზე, თქვათ დემოკრატიულ ქვეყნებზე საერთოდ ლაპარაკზე. არსებობს ეს სისტემა, რომელიც მე რომ მკითხო, ყველაზე მარტივი გზა იქნება, თქვათ არჩევნები ჩაატაროს, თქვათ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისაც ჩვენ ვენდობთ, ხო, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს მაინდა-მაინც თქვათ გაეროა ნეუთრო. იგივე ევროკავშირი დაუშვა და არის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება ამას ჩართულები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვათ სპეკულაციები მაინც იქნება ალბათ, მაგრამ რეალურად ჩატარდება ყველაფერი ისე როგორც უნდა ჩატარდეს. მაგრამ აქამდე საკმაოდ სერიოზული ბრძოლა აქამდე უნდა მივიდეთ. კი, აქამდე უნდა მივიდეთ.